საქართველოს გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე მეხუთე დაკრებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს. კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-31 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. სოციალურ მედიაში უკვე დაიწყო აქტიური კამპანია, რომელიც კვირეულს ეხმაურება. წლევანდელი კვირეულის თემა გონება ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სამყაროში. კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე არიან დღეს ჩვენი სტუმრები, რომლებიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების და ღონისძიებების შესახებ მოგვიყვებიან. დილამშვიდობის მოგესალმებით, მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. ნათია, თქვენით დავიწყებთ. რა მიზანი აქვს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს და გითხარით როგორ უერთდება და როგორ არის ჩართული საქართველოს ამ პროცესში და რას გეგმავს კომუნიკაციების კომისია? კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის ინტერესდებით აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ნაკრებით, ესე ვიტყვი, რომელსაც ქვია მედია წიგნიერების კვირეული და რომელიც იმართება ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირაში. ეს გახლავთ თქვენ ახსენეთ და მაინც უფრო ხაზგასმით ვიტყვი, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი თანაავტორი იმ რეზოლუციისა, რომელიც გაერო მიიღო 5 წლის წინ და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ და გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ატარებს მედია წიგნიერების კვირეულს, რომელიც მიზანიც არის მედია წიგნიერების უნარების განვითარება საზოგადოებაში და ცნობადობის ზრდა ამაღლება. მეხუთე წელია ჩვენ ვუერთდებით და გვაქვს ხოლმე ძალიან დატვირთული საინტერესო პროგრამა. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ყოველ წელს ამ კვირეულს აქვს თავისი თემა და წლევანდელი თქვენ როგორც თქვით, წლევანდელი წლის თემა არის, მოდი ინგლისურად ვიტყვი და მე ქართულადაც, იმიტომ უფრო ისე ჟღერს, Minds over AI, ანუ ადამიანის გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში და ძალიან საინტერესო თემა. ძალიან და ძალიან გლობალური და რეალურად პრობლემური საკითხიც არის. თითქოს ორივე კარგად ჟღერს მედია წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ეს ყველაფერი დაპირისპირებაში ნამდვილად მოდის და ჩვენ ამას ყოველდღიურობაში ვხედავთ. მედია წიგნიერება გვჭირდება იმისთვის მედია წიგნიერების უნარების განვითარება, რომ იმ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, რომელიც ზოგადად ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც უდიდესი სიკეთეა, მაგრამ თან ახლავს საფრთხები და მედია წიგნიერების უნარებით ჩვენ ამისგან დავიცავთ თავს აუცილებლად. მოდით, მარიამ, თქვენ რომ გითხრათ, რაში შეუწყობს ხელს მედია წიგნიერება და რატომ არის პრობლემა ხელოვნური ინტელექტი დღეს? ამაზე მართლა მუდმივად ვსაუბრობ ჩვენი ეთერის საშუალებითაც, მაგრამ აი კიდევ უფრო თვალსაჩინო რო გახდეს, მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ორი საკითხი. ხო, აი როგორც ნათიამ აღნიშნა და განმეორდები მედია წიგნიერების უნარების გარეშე რთული იქნება ზოგადად ციფრულ სამყაროში ამ ულევ და ზღვა ინფორმაციასთან გამკლავება, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტთან. ხელოვნური ინტელექტს აქვს როგორც უპირატესობები, ასევე საფრთხეები. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვატარებთ არაერთ შეხვედრას ჩვენ სამიზნეო აუდიტორიასთან, რომ ამაზეც ავამაღლოთ ცნობიერება, ასევე ძალიან საინტერესო ინფორმაციები გვაქვს ჩვენს ვებგვერდზე, ძალიან მოკლედ და ლაკონურად წარმოდგენილი, რომელიც ხელმისაწვდომია მედია წიგნიერების ვებგვერდზე და ყველა შეუძლია ნახოს. ისევე როგორც ეს კამპანია ზუსტად ამას უწყობს ახლა კვირეულის კამპანია ხელს, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ აი ამ სიახლეებს და ყოველთვის ვეცადოთ რომ მოკლედ ვიყოთ აღჭურვილი ინფორმაციით, რომელიც გვეხმარება შემდეგ ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ მედია წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოზარდებისთვის, ასევე სრული ასაკის მქონე ადამიანებისთვის, მშობლებისთვის და შვილებისთვის. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ცნობიერების ამაღლება ძალიან ზოგადი ფრაზაა. კონკრეტულად რა აქტივობები არის ჩანიშნული, რა ხერხი და რა ფორმით აპირებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებას წელს, რომ შეიძლება მაყურებელმა ეხლა ყველაფერი კარგად ვერ აღიქვას და აი თქვენი პასუხის შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გამოავლინოს. კი ბატონო, მედია წიგნიერების უნარების განვითარება არის ძალიან ისე ვიტყვი უხეშად ესე ვთქვათ კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც ჩვენ მუდმივად მუშაობთ. კვირეული არის ის, რაც უნდა გვევალა და უნდა გავაკეთოთ ყოველი ოქტომბრის ბოლო კვირაში, ამას ვაკეთებთ ცხადია და ესეც ეხმარება იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ მუდმივად ზრუნავთ. ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები გვაქვს. იქნება ეს ტრენინგები, იქნება ეს სტუდენტებისთვის, სამიზნე აუდიტორიაში ვიტყვი პირველ რიგში, მოსწავლეები, მასწავლებლები, სტუდენტები, სხვა ადამიანები, ვინც შეიძლება აი ამ კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაში არ ჯდება, მაგრამ ყველასთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი მედია წიგნიერების კვირეული ამ გამოწვევების გამო.
თავარი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ქვია მედია წიგნების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. წელს არის მესამე სასწავლო წელი, როდესაც მედია წიგნიერება როგორც ცალკე საგანი ისწავლება სკოლებში, ოღონდ არის არჩევითი საგანი და ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას მიმართავთ იმისკენ, რომ რჩება მეტმა სკოლამ აირჩიოს. მინდა გითხრათ, რომ პირველ წელს აირჩია 6-მა სკოლამ, მეორე წელს 200-მა და წელს 300-მა. სერიოზული შედეგები გვაქვს ნამდვილად და ინტერესი იზრდება. ზოგადად ხელოვნური ინტელექტი ყველაზე მეტად მკაფიოდ მისი მანკიერი მხარეები ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ fake news-ზე. ამ fake news-თან წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ მართლა დიდი რესურსი გაქვთ ჩადებული, მაგრამ გაცილებით მარტივად იყო ყველაფერი, სანამ დაიხვეწებოდა ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ახლა ყველაფერს ართულებს ვიზუალური გამომსახველობაც. ერთია რომ წერია, მეორეა რომ მაჩვენებს და მართლა პროფესიონალი უნდა ვიყო. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით მე ასე ვაფასებ, რომ გავარჩიო ეს არის fake news-ი თუ არ არის და აი აქ რა ხდება? რეალურად რამდენად დიდი პრობლემაა ეს და კონკრეტულად ამ მიმართულებით რომ ადამიანმა შეძლოს ამოცნობა ტყუილის და მართლის, აი აქ რა რესურსებთ და როგორ აპირებთ ამ ყველაფერს? უდიდესი გამოწვევა ნამდვილად და კიდევ უფრო დაიხვეწება ხელოვნური ინტელექტი, უფრო განვითარდება, კიდევ უფრო რთული გახდება, ანუ ეს გამოწვევა გაიზრდება. ცხადე, თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ თემატიკა ასეთია, რომ ადამიანის გონება და მეც ვეთანხმები, რომ დიახ, ადამიანის გონება არის უპირატესი ხელოვნურ ინტელექტზე, ხელოვნური ინტელექტი არის უდიდესი პროგრესის შედეგი, რომელთაც ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ და უდიდესი სიკეთეა, ცხადია. ბევრი აი როგორც დეзинფორმაციაზე გვისაუბრია და ზოგადად fake news-ებზე ხომ? კი, ამას ჭირდება ის უნარები, რომელსაც ჩვენ ვასწავლით და ვცდილობთ რომ განვავითაროთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიაში სხვადასხვა ხერხით. არის სპეციალური ტექნიკები, არის ცოდნები და უნარები, რომლის ერთობლიობაც ქმნის აი ამ მედია წიგნიერების კომპეტენციას და უნარებს. და თავად ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამოწმებს არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ეს კონტენტი და შინაარსი. ხო, მაგრამ აი დობის ვის სიმართლე და თუ ზიცრუე. რა თქმა უნდა, არ უნდა ენდოთ ყველაფერს, რასაც ChatGPT, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და უკვე მე მგონი უმრავლეს. ჭირდება მას გადამოწმება. კი, რა თქმა უნდა, ჭირდება და ამაში გეხმარებათ მედია წიგნიერება, იმიტომ რომ ის კი გაძლევს ძალიან სწრაფად, ძალიან კომფორტულია ეს ხო და მიჩვევაც იცის, ძალიან სწრაფად გაძლევს დიდი მოცულობის ინფორმაციას, რომელზეც შენ შეიძლება ძალიან ბევრი რესურსი დაგჭირდეს ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტის გარეშე, მაგრამ იმ ინფორმაციასაც ჭირდება. გადამოწმება იმიტომ რომ ისიც ვითარდება და შეიძლება რაღაც აქვე მოდის კონსტრუქცია. გადამოწმება, მაგრამ ამ გადამოწმებასაც უნდა ცოდნა. დამიწერა რაღაცა ტექსტი ხელოვნურმა ინტელექტმა, აი მარტივად ჩვენი საუბრის დასასრულს რაღაც პრაქტიკული რჩევა რომ მივცეთ მაყურებელს. ვკითხე, მიპასუხა, ეხლა რა ვქნა, ეს შემდეგი ეტაპი რა არის? სად და როგორ გადავამოწმო? თან იქვე წყაროებსაც გაძლევს, საერთოდ როგორც მე გეტყვი ჩემ გამოცდილებას თუ გინდა, იმიტომ რომ მე უბრალოდ სიტყვათა წყობამ დამაბნია და მივხვდი რომ არისო, ანუ ქართული აზროვნების ვთქვათ მატარებელი ადამიანის დაკავშირებით სიტყვათა წყობა, ვინც ქართულად ლაპარაკობს, სხვანაირად აწყობს. ნამდვილად. ჩვეულებრივ როგორც ჩვენ ინფორმაციას ვამოწმებთ, ანალოგიურად უნდა გადავამოწმოთ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრეთ თქვენს ეთერშიც მათ შორის, ანალოგიურად უნდა გადავამოწმოთ მაინც ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, წყაროებით, ციტატებით, უფრო მეტი წყაროებს შეიძლება ის მაწვდის წყაროებს, მაგრამ უფრო მეტი უნდა მოვიძიოთ და ასე შემდეგ. თავარი არის რომ რა აქტივობები მოდით დაგეგმილი ესეც გითხარით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება და მოვასწროთ 24 და 31 ოქტომბრის ჩათვლით რას უნდა ველოდოთ. კი ბატონო, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ მრავალფეროვანი აქტივობა შევთავაზოთ ძირითადად ჩვენ სამიზნე აუდიტორიას. წელს ისევე როგორც შარშან გვაქვს კონკურსები მედია წიგნიერების ოლიმპიადა სასკოლო საზოგადოებისთვის, ასევე უკვე მესამე წელი აღინიშნება მედია წიგნიერების დღე სკოლებში, ძალიან აქტიურად და აქაც ძალიან მაღალი მონაწილეობა. წელს პირველად ვთავაზობთ ჩვენ სტუდენტებს ახალ კონკურსს და იმედი გვაქვს რომ აქაც მაღალი მონაწილეობა იქნება, გახთ მედია წიგნიერების მკვლევარი. ასევე ჰაკათონი ახალგაზრდებისთვის, რომელიც სხვადასხვა გადაწყვეტილებას სთავაზობს, ხო, მედია წიგნიერების, კიბერ უსაფრთხოების და სხვა საინტერესო თემებზე და ბოლოს ორი კონფერენცია გვექნება, ერთი ხელოვნური ინტელექტზე, რომელიც ფაქტობრივად მოახდენს იმ საკითხების განხილვას, რომელიც იუნესკოს გლობალური კვირეულის თემა ხელოვნური ინტელექტის. რაზეც ახლა ვისაუბრეთ ოღონდ ისევ. და ბოლოს ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის გვექნება კონფერენცია, სადაც მასწავლებლების გამოცდილებასაც გავიზიარებთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. 9 საათი შესრულდა ქრონიკის